ფულის ენერგია მოდის, მეგობრებო. ფინანსური სტაბილურობის ფულის ენერგია და რამხელა გული ცხადია სხვათა შორის. მთავარი ენერგიები აქ გაქვთ. ვისაც უყვარს ყავალოგია, მთავარი ენერგიები ურთიერთგაგებასთან დაკავშირებით არის კონტაქტში ეს ენერგია, კითხვის ნიშნები როგორც ჩანს საქმეებთან დაკავშირებით, საკითხებთან დაკავშირებით აქ ნულდება. ძველი წყენის გაშვების პერიოდი გაქვთ, მეგობრებო. ვიღაცას აპატიებთ. და რაც თავარია სახლის ატმოსფეროს დალაგება ჩანს. აი სახლი თქვენ ან ალაგებთ, შეიძლება დღეს კვირა ალაგებთ. ყველა ალაგებს ხო კვირას, მაგრამ საერთოდ აქ ჩანს თქვენი სახლის დალაგების ენერგია. აურა ლაგდება სახლში. სხვათა შორის ძვირფასებო. კარგია. და ძალიან მომწონს ეს კითხვის ნიშანი რომ ნულდება. ახლა ვიტყვი რას იცით, აქ საბუთები ჩანდა, ვიღაცა დიდი მამაკაცი დგას მამაკაცთან დაკავშირებით, შეიძლება ფუტკუნა ქალბატონია და მანდ იყო საბუთებთან პრობლემები. ახალი იმედი გეძლევათ საბუთთან, ფულცათან დაკავშირებით, საბუთთან, ბეჭედთან. განახლების ენერგიებში შედის ეს საქმე. შვიდებით ამის გამო, რაც კითხვის ქვეშ იყო საბუთთან დაკავშირებით, შვიდებით ამის გამო. ვიღაცა ამ ფურცელს ან მოგიტანს, ან შეიძლება მოგიტანოს სახლში ვიღაცა ეს ფურცელი, ან შესაძლოა, ან ამხელა ფურცელია შეხედეთ, შესაძლოა უბრალოდ გამოგიგზავნოს ვიღაცამ, ასეთ შეიძლება იყოს. მოკლედ, პასუხი მოდის ვიღაცასთან მეგობრებო საბუთებთან დაკავშირებით. რაც გაწუხებდათ ან დაძაბულობას ქნიდა, უფრო მშვიდ გზაზე გადადის, უფრო მშვიდ გზაზე. სახლში იგრძნობა თქვენთან ძალიან თბილი გარემო. ყველაფერი თავის ადგილზეა სახლში. შეხედეთ აბსოლუტურად. ზოგს ისეთ სახლი აქვს, სახლში ყოფნა უყვარს ხედავ. აქ საბუთებია ცალსახად. სახლთან დაკავშირებით შესაძლოა საბუთები. შეიძლება ვიღაცა სახლს ყიდულობს და ფიქრობს, ვიყიდი, არ ვიყიდი, როგორც ვიყიდი, ძალიან მაგარს იყიდით. ძალიან თბილი აურით იყიდით სახლს, მეგობრებო. და იქნება 4 ფანჯარა, ან 4 1 2 3 4 შეიძლება იყოს 4 კარი, 4 ფანჯარა, 4 ოთახი შეიძლება იყოს 4-იც. ვისთან ქონდათ კონფლიქტური ენერგიები, აქ ვიღაცას თითქოს ერთი სიტყვით ვისაც ქონდათ კონფლიქტური ენერგიები და ვინც გითხრა, ნერვები რა დღეში გაქვს, ან რა ადვილად ღიზიან ემოციურად რა ემოციურად მოქმედებ, ანუ რაღაცნაირად ღიზიანდები ადვილად, ხო? ვიღაცასთან ემოციური ვინც გეუბნებოდა, ადვილად ღიზიანდები რაღაცნაირად ასე. ის თვითონ იქნება მაგ დღეში სხვათა შორის. რაც გითხრათ, ბევრთან მამაკაცი იქნება, რაღაც კონფლიქტური ენერგიები ჩანს აქ. თითქოს კონფლიქტობდით. თითქოს გებრძვის ადამიანის, მამაკაცი გებრძვის, ძალიან მაგრად გებრძვის ვიღაცა მამაკაცი და ძალიან დაიჭება სხვათა შორის. მისი პრობლემები ეს არის მისი ბუმერანგები, ამ პიროვნების, ამ მამაკაცის და ძალიან მაგარი ამბავი მოდის ჩიტი რამხელა, შეხედეთ რა ლამაზიდან. ძალიან მაგარი ამბავია. ამბავი ოჯახში სასიხარულო უზარმაზარი დიდი ამბავი. ოჯახის მხრიდანაც. ვინც ემიგრაციაშია, ოჯახის მხრიდან მოდის ამბავი. ძალიან დადებითი. კიდევ თქვენ ზურგს უკან ვიღაცა დადის, მამაკაცი, ცდილობს ყველაფერი აკონტროლოს. წესრიგი მიყვარს თუ წესრიგი მოსწონს, მაგრამ ამბობს, მაგრამ აქ ყველაფერს აკონტროლებს უბრალოდ. თვალთვალია თქვენზე.
პატარა კამათები იყო. თქვენ ამ კამათებიდან გამოხოთ გამარჯვებული. თქვენს გვერდით ოჯახი დგება. თითქოს გიცავს ეს ოჯახი. შესაძლოა უბრალოდ თქვენ ვიღაცასთან კამათობდით და ოჯახი დგება გვერდზე, თქვენს გვერდზე. გამარჯვება გაქვთ. ამ კამათიდან გამოდიხართ. ვიღაცა დაგიცავს ოჯახის წევრი, თუ კამათი ქონდათ ვინმესთან, დაგიცავს ოჯახის წევრი ამ კამათის პროცესში, კამათის შემდეგაც. აი უბარაქობა ამბობთ, ხო? იმდენ რამეს ყიდულობთ, ყოველდღე ინფორმაცია, შეხედეთ აქ ლანდია ადამიანის თითქოს სულ რაღაცის ყიდვა უნდა პიროვნებას აუცილებლად ფინანსების დაზოგვის ენერგია უნდა იყოს. თითქოს სულ რაღაცას ყიდულობთ ყოველდღიურად. გეხარჯება. თუ ბარათზე გაქვთ თანხა, გამოიტანეთ ეს თანხა და ისე ხარ ვერ გრძნობთ როგორ ხარჯავთ. შესაძლოა, იმიტომ რომ ბარათზე გაქვთ თანხა. არ იგრძნობა დახარჯვა. ვინც ზარს ელოდებით გოგოებო აქ. ძალიან კარგი. მშვიდი. საუბარი შედგება, სასიამოვნო ამბავი მოდის ზართან დაკავშირებით. კარგი ჭიქაა სხვათა შორის. ვიღაცა ჩამოდის გზიდან, ხედავ და საქმე იწელება, მაგრამ მაინც ადამიანი ახერხებს ეს საქმე გამოდის სხვათა შორის. რაღაცას აკეთებთ, გაიწელა, მაგრამ გამოვა. კონფლიქტური ენერგიები, კარმულგაკვეთილებში ხართ, კონფლიქტობთ, ეცადეთ იყოთ მშვიდად და დაალაგებულად ისაუბრეთ მშვიდი ტონით, რომ არ აყვეს არავინ ამ კონფლიქტს, ან თქვენ არ აყვეთ კონფლიქტს. წარმატებები ჩვენ მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.